გრძელდება ჩვენი სალათების კვირეველი და ამჯერად თუ ხედავთ ძალსულაკაურთან ერთად გავაკეთებთ სალათს და თუ სალათი არ გამოგვივა, ხელოვნების ნიმუში მაინც გამოვა, მე ეჭვი მაქვს. ძალიკო, რას აკეთებ? და ფიქრობ, როგორ უნდა შეიქმნას აემდენი კარგი რაღაცისგან რაღაც. უფრო კარგი. სალათის საჭმელი ან ნიმუში? წესით მოდი შევქმნათ ხელოვნების ნიმუში, იმიტომ რომ მე კი იმას კი არ უყურებ, რომ ეს სალათის ფურცელია. წარმოვიდგინო, ეს არის ჩემთვის საღებავები და როგორ დავალაგო მასალა. შევქმნა რაღაცა ხელოვნების ნიმუში, რომ მე შეჭმა დაგენან. შეხო დამეხმარე. კი, დაგეხმარები მე მზად ვარ შრომისა და თავდადებისთვის. მოდი დავიწყოთ ჯერ პროდუქტების გასინჯვით. მე ეჭვი მაქვს, რომ კაი რომ გავსინჯოთ. აბა. ხო, გემრიელი უნდა იყოს. ესე იგი, ჩვენი ნამუშევარი გემრიელი გამოვა. სად დავიწყოთ? დებში მინდა. ეს არის ამ შემთხვევაში უკვე ტილო. ჩვენი ტილო, რაზეც შეიქმნება კარგი სალათი. პორტრეტის შექმნა ქათმისგან დავიწყოთ. სახენელი და ბარკალდება. ჩვენ უკვე ვიცით ვის პორტრეტს ვაკეთებ. უბრალოდ ჯერ არ ვიცით. რა ქვია მას? გახიხილი სტაფილო, ესე იგი თმებისთვის, თმისთვის. აი აქ უნდა დავალაგოთ დასაცმელი. ხო. შავი ფერი გამოვიყენოთ კოსტიუმის ნაწილისთვის. წვანი ფონი შევქმნათ სალათებს. ხო, მინდა ცხვირი. ამ ხელა ცხვირი არ აქვს ისაც ჩვენ არ. აშკარად აქ მაქვს ხელა ცხვირი. პირი ხო გვინდა? კი. პირი რა ვქნათ, რა წყალში გადავალე. მოიცა? მოდი იცი რა ვქნათ? ვა. რას ლაბარაკობ? აი! ციტაგან. წითელი. წარები მინდა აუცილებლად. ტაფილოსგან წარბი რო გავაკეთოთ, არ მოსულა? ყაბა გავუფორმოთ. ბუსიკები გავუკეთოთ და ამ ბუსიკებში ჩავდოთ პამიდორები. ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი. აიე. რა, კაი რა. აქ მაწონი ჩავასხათა რა. მოდი ვთქვათ, ვისი პორტრეტი დავხატე. ძალიკო შენ თქვი. შენ თქვი. არა, მოდი მაშინ ერთად ვთქვათ. 1, 2, 3. მანიკა! I like you. შორის აი ხლა მთელი ეს პროცესი რაც აქ გავართ და ვაკეთებთ ამ საჭმელებს, აი ეს უნიკალური ურჭელი ჩვენ არ შევიმჩნიეთ. ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში დმანისის არქეოლოგიური გათხრების მეშვეობით იყო ნაპოვნი და იმის ანალოგი არის ესე. ეხლა რა გემართებათ ხალხო, ეგეთი დოქები გააკეთეთ, ნახე რა ლამაზი. ამ ჭურჭლის ისტორიას დეტალურად მოგვიყვება ირინა მიქავერიძე. ჩაგვივარდა ხელთ აი ესეთი ექსპონატების ფოტოსესია. ეს არის დმანისში. ძალიან დავინტერესდეთ, იმიტომ რომ ესეთი არსად არ არსებობს ამ ჭურჭლის გამოყენება არ მომხდარა. და ვიფიქრეთ, რომ ასლები გაგვეკეთებინა ამ ჭურჭლის. აი ეს არის ანალოგი ზუსტად აი ამ თიხის ჭურჭლის. აი გაავსალია. დიახ, ანუ ჩვენ შეძლებს დაგვარად გავაკეთეთ ასლები ამ ყველაფრის და ანუ ყოფაში გამოვიყენეთ. აი ეს დოქები არის ასევე ოღონდ მცხეთის არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნი. ასევე ასლების მიხედვით არის დამზადებული უკვე თიხის სახელოსნოში. აი, ეს ყოფილა წყლის ყოკა, სმესმა და ხოლმე. უნდა ჩამოიდო და ირდანეს. წამოვიდეს. მნიშვნელოვანია. თებში, საიდანაც ჩვენ საკვებრაციას ვიღებთ ჭამთ. ყველაფერი იყო აღმოჩენილი თებშის გარდა. თებშები იქ არ აღინიშნებოდა თიხის. ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვათ ესე კონკრეტულად თებშიც არა, მაგრამ აი თასებს ხმარობდნენ. თასიდან იღებდნენ საკვებს და თქვათ არა თებშიდან. ვინც გაიგო, რომ ესეთი ჭურჭელი არის ჩვენთან ძველი სახლის ალობიაში გამოყენებული, ძალიან დაინტერესდნენ. ძალიან დიდი მადლობა ეს რომ გაგვაცანეთ საინტერესო ისტორია. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა.